საქართველოს მის ჩინეთის ნახევარფინალს მასპინძლობს 16 კონკურსანტი უკვე თბილისშია. ტრადიციის მიხედვით Phoenix TV-ს მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსის ნახევარფინალი ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში ტარდება. კონკურსანტები საქართველოს მოივლიან, მათი მოგზაურობის შესახებ მომზადებული ფილმს კი მილიონობით მაყურებელი უკვე 17 ოქტომბერს იხილავს. ხვალ გოგონები რიყის პარკში კონცერტს გამართავენ, სადაც ქართული ცეკვის პოპური შესრულდება. მის ჩინეთის ქართული ნახევარფინალი ნახეთ ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში. მის ჩინეთის კონკურსანტები ქართულ ცეკვას სწავლობენ. სილამაზის კონკურსის მონაწილეებს ქართული ცეკვის ჩანაწერები ჯერ კიდევ ჩინეთში გაუგზავნეს. შოუ, რომელიც მის ჩინეთს 2015 გულისხმობს, გათვლილია 25 მილიონიან მაყურებელზე. ამიტომ ვფიქრობ, ქართული ტრადიციისთვის და კულტურისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება ამ ფართო მასშტაბიან აუდიტორიის წინაშე. ჩვენ რამდენიმე მოძრაობა გადავაგზავნეთ მათ და ნამდვილად რომ ჩამოვიდეთ, ნახეთ ეს მოძრაობები და ნამდვილად კარგად გაართვეს თავი და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. პირველ რეპეტიციაზე კონკურსანტებს ცეკვა უჭირთ. 16-მა მონაწილემ ქართული ცეკვის პოპური ღიაცის ქვეშ რიყეზე უნდა იცეკვოს. კონცერტს მის ჩინეთის ნახევარფინალისტები ხვალ გამართავენ. ქართული ცეკვის ჩანაწერები ჩინეთში გამოგვიგზავნეს. ვიდეოში მარტივი ჩანდა, თუმცა ახლა გამიჭირდა. ძალიან სწრაფი ტემპია და ჩინური ცეკვებისგან ძალიან განსხვავდება. თქვენი ქვეყანა ძალიან მოგვეწონა. მიხარია რომ აქ ვარ. თან ქართველები თბილი ხალხი ყოფილან. რამე თუ არ გამოგდის ძალიან გვეხმარებიან. საქართველოში პირველად ჩამოვედი, ძალიან კარგი ემოციაა. ვცდილობთ ქართული ცეკვა ავითვისოთ. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ იმედია ნახევარფინალიც და ხვალინდელი კონცერტიც კარგად ჩაივლის.